საზოგადოებრივი რადიო 1 და საქართველოს ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია წარმოგიდგენთ. მაია მაცხონაშვილის გადაცემას მედიატორი. გამარჯობა, დღეს პარასკევია, 5:10 წუთი შესრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მომდევნო 40 წუთს ჩვენთან ერთად გაატარებთ საზოგადოებრივი რადიოს რადიო 1-ის ეთერში, ტალღაზე FM 102-სა და 4-ზე, ასევე ინტერნეტ საიტზე radio 1.gr. თქვენ გადაცემის წამყვანთან და მის სტუმართან ერთად მოისმენთ პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც შესაძლოა გაინტერესებთ. მედიატორი. ყოველ პარასკევს 16 საათსა და 10 წუთზე. მედიატორი. გადაცემა ბავშვებზე უფროსებისათვის. მედიატორი. რა დატვირთვა აქვს საჩუქარს ბავშვისა და უფროსების ურთიერთობაში? რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს ის და ღირს თუ არა ბავშვისთვის ძვირადღირებული ნივთის ჩუქება? როგორ მოვიქცეთ, როცა ვხედავთ, რომ ჩვენი საყვარელი პირმშო საჩუქრით მაინც და მაინც აღფრთოვანებული არ არის, ან სულაც ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას? რა არის უმჯობესი, ბავშვის დასაჩუქრება დღესასწაულის, ან მის მიერ მიღწეული წარმატების აღნიშვნის ტრადიცია თუ აქციოთ, თუ მოულოდნელი სიურპრიზებით გავაოცოთ? სასურველია თუ არა ბავშვის ფულით დასაჩუქრება და რას ვერ შეცვლის საჩუქარი, რაც არ უნდა ძვირფასი იყოს? თუ თქვენ გაინტერესებთ პასუხები ამ და თემასთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე, მომდევნო 40 წუთის განმავლობაში დარჩით ტალღაზე FM 102-სა და 4-ზე, საზოგადოებრივი რადიოს რადიო 1-ის ეთერში, ასევე ინტერნეტ საიტზე radio 1.gr და მოგვისმინეთ იმ შემთხვევაში, თუ მიგაჩნიათ, რომ ამის შესახებ უკვე ყველაფერი იცით, რადგან მედიატორი და მისი სტუმარი, რომელსაც მოგვიანებით წარმოგიდგენთ, მოგცემენ საშუალებას საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები სპეციალისტების რეკომენდაციებსა და აზრს შეუდაროთ, ან გაუზიაროთ ისინი ადამიანებს, ვისაც სხვისი აზრის გაგება აინტერესებს. ამაში კი ჩვენი ტელეფონები 240 91 92, ან 240 92 92 და ხმის რეჟისორი ინგა გურგენაძე დაგეხმარებიან. მედიატორი. საზოგადოებრივი რადიო 1-ის ეთერში, ტალღაზე FM 102 და 4. ყოველ პარასკევს 16 საათსა და 10 წუთზე. მედიატორი. შეგახსენებთ, რომ მედიატორი საქართველოს ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის მხარდაჭერით მზადდება. დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის ფსიქოლოგი ნათია ცერცვაძე. მოგესალმებით, ნათია. მადლობას გიხდით, რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ საჩუქრის შერჩევა არის ერთ-ერთი სერიოზული თავისტკივილი. თუმცა, როდესაც ჩვენ უფროსები საჩუქარს ვარჩევთ, ხოლმე ნაკლებ სერიოზულად მივიჩნევთ ბავშვისთვის საჩუქრის შერჩევის პრობლემას. ბავშვია და რასაც ვაჩუქებთ, მისთვის მისაღები უნდა იყოს. არის თუ არა ეს ასე, ბავშვისთვის საჩუქრის შერჩევა არის თუ არა ნაკლებად რთული საქმე? ვიდრე უფროსებისთვის. მართალს ბრძანებთ, ნამდვილად რთული საქმეა უფროსებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად შეირჩეს საჩუქარი და რა დროს და ყველაფერი იქნას გათვალისწინებული ამასთან დაკავშირებით. ბავშვებს აღელვებთ, რას აჩუქებენ მშობლები, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მათთვის საჩუქარი არის ერთგვარი ყურადღება და ნიშანი იმისა, რომ მშობლებს ეს ბავშვი უყვართ და რომ ისინი მასზე ფიქრობენ, ზრუნავენ და ასე შემდეგ. ეს არის ერთგვარი გამოხატვა. ისინი ხშირად ხოვულობენ რა უნდათ, ზოგჯერ კატეგორიული მოთხოვნაც არის, რომ მათ უნდათ აი ეს კონკრეტული საჩუქარი, თუმცა უნდა ფრთხილად ვიყოთ საჩუქრის შერჩევასთან დაკავშირებით. აი თქვენ თქვით, რომ საჩუქარი არის ერთგვარი ყურადღების გამოხატვის ფორმა და ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვისთვის, იმიტომ რომ შესაძლოა ბავშვი
საჩუქრის მიხედვით აფასებდეს მისდამი ყურადღების და მისდამი სიყვარულის დოზას, ხო? გარშემომყოფების მხრიდან. და შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ საჩუქარს რაღაც გადამწყვეტი როლი აკისრია, ვთქვათ, ურთიერთობებში. ან რაღაც ესეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდეს ბავშვისა და უფროსების ურთიერთობაში. საქმეც სწორედ იმაშია, რომ არ უნდა გახდეს საჩუქარი გადამწყვეტი როლი, ასე ვთქვათ, მათ ურთიერთობაში. არ უნდა იყოს ეს ასე. უმჯობესია, რომ ბავშვებს პატარა ასაკიდან მივაჩვიოთ არამატერიალური საჩუქრის მიღებაში, იმიტომ რომ შემდგომში ის სწორედ ამის მიხედვით აფასებს, რამდენად ძვირადღირებული და ძვირფასი საჩუქარი მიიღო და შესაბამისად თუ კი არ მოეწონება მისი ფასი და ღირებულება, ასე ვთქვათ, შეიძლება არც კი პროტესტიც გამოთქვას ამასთან დაკავშირებით და მე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის, რომ აი სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან დავიწყოთ, როდესაც ხდება ჩამოყალიბება, სწავლება იმის, რომ მათ უნდა შეეძლოთ არამატერიალური და ნაკლებად ღირებული, ასე ვთქვათ, საჩუქრის მიღება და ამით კმაყოფილება. ეს შეიძლება იყოს მშობლის მხრიდან ემოციური საჩუქარი თუნდაც ყურადღება და ასე შემდეგ. კეთილი. მოდი მაშინ უფრო კონკრეტულად ვილაპარაკოთ კრიტერიუმებზე, რომელებიც უნდა გავითვალისწინოთ ბავშვისთვის საჩუქრის შერჩევისას. რა უნდა გავითვალისწინოთ პირველ რიგში და თქვათ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღებას. პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ ბავშვი განსაკუთრებით ელოდება საჩუქარს საკუთარ დაბადების დღეზე და ახალ წელს. ეს არის ის ორი დრო წელიწადში, როდესაც ის ელოდება მთელი წლის განმავლობაში, რომ უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი საჩუქარი. ამას გარდა კიდევ არიან მშობლები, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ, რომ დაასაჩუქრონ შვილები. ეს შეიძლება იყოს ერთგვარი კომპენსაცია იმის, რომ მათ აკლიათ ბავშვთან ურთიერთობა. ამით მშობელი უნდა დაფიქრდეს, ახდენს თუ არა ბავშვის დასაჩუქრებას ამ საჩუქრით, თუ საკუთარი დანაკლისის შევსებას ცდილობს იმით, რომ დანაშაულის განცდა ნამდვილად და ცდილობს, რომ გამოისყიდოს დანაშაული. დიახ. და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხდება ბავშვისთვის რაიმეს ჩუქება, ეს იყოს ნაკლებად თუ კი სათამაშოსთან გვაქვს, ასე ვთქვათ, სათამაშოები იყოს ნაკლებად აგრესიის შემცველი იყოს, უფრო დადებით პერსონაჟებზე ხდებოდეს ყურადღების გამახვილება. დიახ და მშობელსაც ესმოდეს, რომ მისი ყოველდღიური დასაჩუქრება რეალურად არ არის, ასე ვთქვათ, გამოსავალი იმისა, რომ მას ცოტა დროს უთმობს ბავშვს. შეიძლება საჩუქრის გარდა მე ბავშვს ასევე უჩნდება მოთხოვნილება ყოველდღურად რა მომიტანე. ხშირად ისმის ასეთი შეკითხვა. ამაზეც მინდა გკითხოთ. ალბათ ბევრი უფროსისთვის ეს ნაცნობი სიტუაცია, როდესაც შემთხვევით დაუგეგმავა, ვთქვათ, ქუჩაში ყოფნის დროს გადააწყდება რაღაც ნივთს, რომელიც მას თავისი შვილისთვის უნდა რომ კარგახანია უკვე უნდა რომ შეიძინოს და ჩაუვარდა მომენტი ხელში, შეიძენს ამ საჩუქარს და იმდენად გახარებულია ხოლმე ამ თავისი შენაძენით და იმით რომ შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი შვილი გაახაროს, სახლში მისვლისთანავე კარები არ არის ბოლომდე გაღებული, ეუბნება რომ აი მე შე რა მოგიტანე. გასაგებია ეს ემოცია უფროსის, მაგრამ რა მოქმედებს თუ არა აი გამუდმებით ასე პრეზენტატირება საჩუქრის აი ასეთი სახით ბავშვზე უარყოფით. მოქმედებს ნამდვილად, იმიტომ რომ შემდგომში რაც უფრო ის იზრდება, მეტი მოთხოვნილება აქვს და არა მშობელს ელოდება, არამედ ის იმას თუ რას მიუტანს მშობელი. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ მშობელთან არის ერთგვარი შესაძლოა მას რაც აკლია, იმას ცდილობს აი ამ საჩუქრებით შეავსოს მშობელი, გასაგებია.
მიღწევია. ამასთანავე ბავშვიც უკვე ელოდება ყოველდღიურად გარკვეულ საჩუქარს მისგან, მშობლისგან. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უარყოფითად აისახება ბავშვზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოგწონს მათი გახარებული სახეები და ბედნიერი ღიმილი, ასე ვთქვათ, და მადლობა, მაგრამ ეს ნამდვილად უარყოფითად აისახება, ვინაიდან ბავშვს არ უნდა ქონდეს საჩუქრის მოლოდინი, არამედ მშობელს. კი ბატონო, ალბათ ამითი აიხსნება ხოლმე ის უხერხული კითხვა, რომელსაც ბავშვი უცხოს არაოჯახის წერს უსვამს, სტუმრად მოსულს, რა მომიტანე და ჩვენ ვარდებით უხერხულ მდგომარეობაში. ეს ამითი შეიძლება ახსნათ, ერთ-ერთი ახსნა შეიძლება ეს იყოს. კარგი, თქვენ თქვით, რომ თქვათ ბავშვი წლის განმავლობაში არის პერიოდები, როცა ბავშვი გარანტირებულად ელოდება, ასე ვთქვათ, საჩუქარს, ეს არის ახალი წელი, ვთქვათ, შობა ახალი წელი, დაბადების დღე. ამასთან დაკავშირებით მაქვს ეს კითხვა, რა არის უმჯობესი, ვთქვათ, რომ ბავშვის დასაჩუქრება დღესასწაულის ან მის მიერ, ვთქვათ, მიღწეული წარმატების აღნიშვნის ტრადიცია თუ აქციოთ, თუ რაღაც სიურპრიზები მოუწყოთ ხოლმე ბავშვს და გავაოცოთ ამ საჩუქრად. მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია მოუწყოთ სიურპრიზები. მიუხედავად იმისა, რომ მან ზუსტად იცის, რომ მის დაბადების დღეს უნდა მიიღოს საჩუქარი და შობა ახალ წელს უნდა მიიღოს საჩუქარი, ის თუ რა იქნება ეს საჩუქარი პირველ რიგში უნდა იყოს სიურპრიზი და სწორედ ეს არის მთელი ხიბლი საჩუქრის, უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში. და რაც შეეხება იმას, რომ ვაქციოთ ტრადიციად, ვთვლი, რომ ეს არის არასწორი მიდგომა ამ შემთხვევაში, რადგან მას მუდმივად შემდეგ უჩნდება მოლოდინი, განცდა იმისა, რომ მისი ყოველი, ვთქვათ, მიღწევა იქნება სკოლაში თუ სხვაგან, უნდა საჩუქრდებოდეს და ეს ასე გაიზრდება შემდგომში, მთელი მისი ღირებულებათა სისტემა იქნება ამაზე დაფუძნებული. კეთილი. ყოველთვის მაინც მოდი აჯობებს უფრო კონკრეტულად ვილაპარაკოთ, თქვათ, რატომ უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი საჩუქრის შერჩევისას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, როცა ბავშვის საჩუქარზე ვილაპარაკობთ, პირველი რასაც ვფიქრობთ, ეს არის, რომ სათამაშოთი უნდა დავასაჩუქროთ, მაგრამ არის კიდევ რაღაც სხვა ნივთები, რითიც შეიძლება ან არამატერიალური საჩუქარი შეიძლება, ხო? თქვენ ბრძანეთ. რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის ასაკის გათვალისწინება და უფრო კონკრეტულად რო ვილაპარაკოთ, რა უნდა გავითვალისწინოთ, აი კონკრეტულად რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი საჩუქარი. დიახ. პირველ რიგში ასაკი გასათვალისწინებელია, რადგან მშობელს აქვს ძალიან ესეთი კარგი საშუალება იმისა, რომ მისი შვილის ღირებულებათა სისტემა იყოს, ასე ვთქვათ, ძალიან მაღალი და არ იყოს მატერიალურზე დაფუძნებული. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია 3 წლამდე ასაკის თუნდაც ბავშვებთან, სწორედ ეს ჩამოვაყალიბოთ, რომ შემდგომში მას თუნდაც სკოლის ასაკში არ ქონდეს მოთხოვნილება რაიმე ძვირად ღირებული საჩუქრის. ბრძანეთ დიახ, რომ საჩუქარი უმჯობესია მივთვლი მით უმეტეს, როდესაც მშობელი ცოტა დროს ატარებს ბავშვთან, იყოს თუნდაც სიურპრიზი, სადმე ერთად გასეირნება, წასვლა, დროის ერთად გატარება. ეს შეიძლება იყოს საჩუქრის სახით. მაგალითად, კინოთეატრში, თუ კი მათ აქვთ ეს ყოველ კვირას ეს ტრადიცია, რომ ისინი მიდიან კინოთეატრში, რაღაცა უფრო სხვა უნდა მოიფიქრონ. პირველ რიგში საჩუქარი სწორედაც არის მშობლისგან ყურადღება ბავშვის მიმართ და ბავშვებს იმდენად აღელვებთ აი ეს მდგომარეობა, მათი ემოციური კავშირი, რომ დამერწმუნეთ, შესაძლებელია თავიდან ეს იყოს არასასიამოვნო მათთვის არ მოეწონოთ რაღაცა, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი ნამდვილად გაიხარებენ იმით, რომ უფრო მეტ დროს ატარებენ მშობლებთან და მათი საჩუქრები კი ბატონო შეიძლება იყოს სათამაშო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დადებით პერსონაჟზე გამახვილებული ყურადღება, რომ შემდეგ აი ამ პერსონაჟით არა ესე მიწოდებული, არამედ ძალიან მათი ცხოვრების სტილით, ასე ვთქვათ, მოხდეს მისი აღზრდაც. დადებით ელემენტებზე ყურადღების გამახვილება ბავშვისთვის.
და შემდგომშიც, შემდეგ უკვე სკოლის ასაკში ხშირად ხდება, რომ ბავშვები თხოვლობენ, მაგალითად, უნდათ ტელეფონი, ძვირადღირებული, სხვადასხვა კომპიუტერული ისინი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არის მიუხედავად იმისა, როგორ მოითხოვს ის, თხოვლობს თუ მოითხოვს, მშობელმა უნდა შეძლოს და ამას ერთგვარი წინააღმდეგობა გაუწიოს და დაანახოს ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არა მატერიალური საჩუქარი მისთვის. კეთილი. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ უფროსები, როდესაც ბავშვისთვის საჩუქარს არჩევენ, საკუთარი გემოვნებით, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობენ, ხო? Ну, შესაძლოა საკუთარი გემოვნებით არა, მაგრამ ვთქვათ, რატომღაც ეგონოთ, რომ მათ შვილს გაეხარდება ისეთი საჩუქარი, როგორიც თვითონ გაეხარდებოდა, რომ ბავშვობისას ეჩუქებინათ მისთვის, ხო? ძალიან ხშირად ხდება ასე, ვთქვათ, ეხლა მაგ ძალიან ისეთ პრიმიტიულ მაგალითს მოვიტან. ვთქვათ, მშობელი ოცნებობდა ბავშვობაში ჰქონოდა ველოსიპედი და მას, ну, რაღაც მიზეზების გამო, მატერიალური თუ არამატერიალური მიზეზების გამო ეს ველოსიპედი არ ჰქონდა ბავშვობაში და როდესაც მას საკუთარი შვილი ყავს, ცდილობს, რომ რატომღაც გონია, რომ თუ კი ამ ველოსიპედს თავის შვილს უყიდის, ამითი ძალიან კარგ საქმეს გააკეთებს. სწორია თუ არა, ხდება ხოლმე თუ არა ასე და სწორია თუ არა ასეთი მინდვრა. ნამდვილად ხდება ძალიან ხშირად ეს აღზრდის სტილებშიც გამოიხატება, ასე ვთქვათ, მათი მშობლის არარეალიზებული სურვილები, რაც ჰქონდათ მათ ბავშვობაში და ვერ დაიკმაყოფილეს, ცდილობენ, რომ ბავშვებში გადაიტანონ. მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია და არა მარტო მე, რადგან უნდა გათვალისწინებული იქნას ბავშვის ინტერესი კონკრეტულად. უნდა შევეცადოთ და გავიგოთ მით უმეტეს, როდესაც ჩვენ შვილებზეა საუბარი, ჩვენ კარგად ვიცნობთ მათ და შეიძლება ჩვენ გვინდოდეს, რომ ველოსიპედი ვუყიდოთ, მაგრამ ამ დროს მას უნდა უბრალოდ თოჯინა. უნდა იქნას მათი სურვილების და ინტერესების გათვალისწინება აუცილებლად საჩუქრის შერჩევისაცაც და ზოგადად მათი ცხოვრების დაგეგმვის დროსაც, ასე ვთქვათ. კეთილი. კიდე ერთი შეკითხვა. ბავშვები ძალიან ხშირად ექცევიან და ადვილად ექცევიან რეკლამის გავლენის ქვეშ, ხო? და ამიტომ ხშირად ოცნებობენ ხოლმე ესეთ ნივთებზე, რასაც ინტენსიური რეკლამა უკეთდება. თქვათ, შეიძლება თუ არა რაღაცნაირად რეკლამა გამოვიყენოთ, ერთგვარ მოკავშირეთ ბავშვისთვის საჩუქრის შერჩევისას. ან თქვათ, თუ კი ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეკლამის გავლენის ქვეშ მოქცეული ბავშვისთვის ის საჩუქარი არც მაინც და მაინც ასურველია, ჩვენი აზრით, როგორ გადავაფიქრებინოთ ამ ნივთზე ოცნება, როგორ მოვაშლევინოთ ბავშვს. პირველ რიგში უნდა მოხდეს სწორად ახსნა ბავშვისთვის. არ დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად იმისა, თუ 3 წლისაა ბავშვი 2 თუ 5 თუ ასე შემდეგ, უნდა აღვიქვათ ისინი როგორც უფროსება და ველაპარაკოთ როგორც თანასწორს. უნდა ავუხსნათ ის, რომ მაგალითად თუ კი რეკლამაში გადის ძალიან ძვირადღირებული კომპიუტერის, ასე ვთქვათ, და ბავშვს აქვს სურვილი ამის შეძენის, უნდა მოხდეს სწორად ახსნა და მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება რაღაცა გარკვეული პერიოდი ჰქონდეს მაინც პროტესტი და თხოვლობდეს, ვფიქრობ, რომ მშობელი არ უნდა მოიქცეს ამ გავლენის ქვეშ. და როდესაც თავიდან აღვნიშნე, რომ როდესაც პატარა ასაკიდან ხდება სწორად ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბება, მერე უფრო ნაკლებია ასეთი შემთხვევები და ამ სირთულეებსაც უფრო იშვიათად აწყდებიან მშობლები. კარგი, მაშინ როგორ მოვიქცეთ, როდესაც ხედავთ, რომ ჩვენი საყვარელი პიმშო მაინც და მაინც აღფრთოვანებული არ არის იმ საჩუქრით, რომელიც მისთვის შევარჩიეთ, ან სულაც ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას. დიახ, ხშირად ხდება ასე. არის კიდევ შემთხვევები, როდესაც კი ბატონო იღებენ საჩუქარს, მაგრამ 5 წუთის შემდეგ აღარც ახსოვთ, სად წაიღეს ეს საჩუქარი, უბრალოდ გატეხეს და დაამტვრიეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი და სიგნალი იმისა, რომ ამ ბავშვს რეალურად სხვა რამ ჭირდება მშობლისგან და არა ეს ნივთი, რაც მან მიუტანა. ეს პირველ რიგში არის ყურადღება მშობლის, არა საჩუქრებით განებივრებული, არამედ
რამე მათი ემოციური კავშირი, ასე ვთქვათ. და სწორედ ამიტომ ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები და მშობლებს ხშირად გულისტკივათ ამასთან დაკავშირებით, რომ როგორ ვეცადე, კარგი საჩუქარი ავურჩიე, მაგრამ მან აი მეორე წუთში დაამტვრია ეს საჩუქარი და საერთოდ სათქონდა აღარც ახსოვდა. ხშირად ხდება ძალიან. თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელს ესმოდეს ის, რომ ამ ბავშვს სხვა რამ ჭირდება რეალურად. სწორედ აი კარგი მაგალითია ამისა, რომ მას მიეცი ყურადღება, ემოციური საჩუქარი, ასე ვთქვათ და ხშირად როდესაც სახლში მისვლის დროს ბავშვი ეკითხება რა მომიტანე, შეიძლება ისეთი რაღაცა გაკეთდეს, რომ მან უთხრას, რომ აი მე შენ მოგიტანე საინტერესო ზღაპარი ან საინტერესო თამაში, ან რაღაცა ისეთი, რაც მათ ურთიერთობას, მათ დაახლოებას შეუწყობს ხელს და შეიძლება ამ ბავშვს თავიდან ძალიან არის სიამოვნოს და რას ნიშნავს ზღაპარი, მე სათამაშოს ველოდი, მაგრამ აუცილებლად აყვება ის, იმიტომ რომ სინამდვილეში მას ეს სურს მშობელთან, ყველა ბავშვს უნდა ოჯახი და მშობლებთან ურთიერთობა. კეთილი. მოდი ვილაპარაკოთ იმაზეც, რამდენად სასურველია ან მისაღები ბავშვის ფულით დასაჩუქრება. და თქვათ, ამის შესაძლოა ამას დადებითი მხარეც ჰქონდეს და უარყოფითიც და ორივე მხარეზე რომ ვილაპარაკოთ. კი ბატონო, ან როდის შეიძლება ვთქვათ ეს ხერხი გამოვიყენოთ? არსებობს ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მიდგომაც და ბევრი იყენებს ამას, რომ მაგალითად სკოლაში თუ კი მიიღებს ბავშვი მაღალ ნიშანს, მოდი დავასაჩუქროთ ფულით, რომ ეს არის ერთგვარი, რომ ბავშვმა გაიგოს, რომ როდესაც მშობელი მუშაობს, ის იღებს ხელფასს. და შესაბამისად ის თუ კარგად ისწავლის, მიიღებს ერთგვარ ხელფასს, რადგან სწავლა, სკოლა არის ერთგვარი მოდელი რეალური ცხოვრების, ხო? ბავშვისთვის. მე ვთვლი, რომ ეს არის არასწორი მიდგომა და თალსახად უარყოფითია ეს ფულით დასაჩუქრება ბავშვის, არ უნდა მოხდეს ამაზე, მის თუნდაც წარმატებაზე თანხით დაჯილდოება და არ უნდა გამოვიყენოთ როგორც დასჯა ასევე. ხშირად არის მიდგომა, როდესაც ქცევის მართვისთვის იყენებენ წახალისებებს დადებით და უარყოფით წახალისებას ჯილდოების სახით. ძალიან მოქმედებს ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით როდესაც ქცევა რთულია ბავშვში, თუმცა შემდეგ იწვევს გამუდმებით ბავშვის მხრიდან ჩდება, აი მე თუ ამას გავაკეთებ, ეხლა ხო ამას მივიღებ, ანუ გამუდმებით ეძებს სარგებელს და სწორედ ამიტომ ძალიან საფრთხილოა და იარაღად არ უნდა ვაქციოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი შვილები იმისა თუ რა გვინდა რომ მათ გააკეთონ და დავაჯილდოვოთ მით უმეტეს თანხით. ეს შეიძლება მოხდეს რაღაცა საჩუქარი იყოს, შოკოლადი იყოს, ტკბილეული იყოს, რაღაცა მისთვის საყვარელი სათამაშო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თანხა. მე ასე ვთვლი და მიმაჩნია რომ ეს ძალიან უარყოფითად აისახება ბავშვებისთვის. კი ბატონო, შესაძლებელია თუ არა ვთქვათ საჩუქარი გამოვიყენოთ ერთგვარი რაღაც ბავშვის ცხოვრებაში უარყოფით, ბავშვის მიერ უარყოფითად აღქმული მოვლენის გაპოზიტიურებისათვის. აი ხე გეტყვით რას გულისხმობ. ვთქვათ, ოჯახის ერთ-ერთ წევრს, უფროს ხშირად უწევს სახლიდან წასვლა სხვა ქალაქში. ცხადია ბავშვისთვის ეს არ არის სასიამოვნო, ხო? თუ კი ის, ასე ვთქვათ, მიჩვეულია, უყვარს ამ ადამიანთან ურთიერთობა და ეს ადამიანი ხშირად მიდის სახლიდან, ბავშვისთვის ეს დისკომფორტის შემცველია და რაღაც ერთგვარ ტრავმასაც აყენებს, ხო, ბავშვს. და ყოველთვის, როდესაც ბავშვი ხედავს, რომ ერთ-ერთი მშობელი, ვთქვათ, მიდის სახლიდან, მის ნეგატიურ ემოციებთან არის ეს დაკავშირებული. თუ შეიძლება ვთქვათ, სახლში დაბრუნებისას ყოველი ასეთი წასვლის შემდეგ სახლში დაბრუნებისას უფროსმა სულ მცირე საჩუქრით, ნებავთ მატერიალურით, ნებავთ არამატერიალურით, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში უფრო მატერიალური საჩუქრით რაღაცნაირად
მოლოდინი ბავშვის პოზიტიურად გადააქციოს. აი უარყოფითი ემოცია მისი პოზიტიურად დააფიქსიროს რაც სიტყვა. კი, რა თქმა უნდა, ეს არ არის ნამდვილად ცუდი. ანუ ოღონდ ასე ვთქვათ, ეს ჩემი აზრით ამას არ უნდა ახლდეს ასეთი ვერბალური, ასე ვთქვათ, განმარტება ბავშვისათვის, რომ აი მე ხლა წავალ და რომ დავბრუნდები, ვთქვათ, საჩუქარს მოგიტან. ეს ფიქრობს ზედმეტია. უბრალოდ უნდა ყოველგვარ განმარტების გარეშე საჩუქრის დაბრუნდეს. ნამდვილად. და პირველ რიგში, როდესაც დაბრუნდება, მან არ შეაგებოს საჩუქარი, არამედ მოესიყვარულოს, მოეფეროს, ჩაეხუტოს. ამაზე ჩვენ უკვე დიახ, და შემდეგ უკვე გადასცეს, აგერ აი მე ეს ჩამოგიტანე, შენ დამატებით ეს არ ვფიქრობ, რომ ამაში რაიმე ცუდია, მით უმეტეს, როდესაც პატარაა ბავშვი. უხარია, რა თქმა უნდა, საჩუქარი, მაგრამ პირველ რიგში უნდა ხაზგასმა მოხდეს მათი მშობელთან ურთიერთობის და არა საჩუქრის. თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება ეს ამის გამოყენება და მე ვფიქრობ, ეს იქნება ბავშვისთვის, ასე ვთქვათ, ცოტაოდენი სიხარული იმის გამო, რომ აი ვთქვათ, ერთი კვირის განმავლობაში, დიახ, მისაღები კომპენსაცია ასეთ შემთხვევაში, ხო? კეთილი, მე მინდა ცოტა ხნის შემდეგ ვილაპარაკოთ, აი ესეთ ასე ვთქვათ, კიდევ ერთ საკითხზე საჩუქართან დაკავშირებით, როგორც არის ვთქვათ, როდესაც ოჯახში რამდენიმე ბავშვია და მათთვის გვიწევს საჩუქრის შერჩევა, ხოლო მანამდე მსმენელს შევახსენებ ჩვენი ტელეფონის ნომრებს 240 91 92 240 92 92 ამ ნომრებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, დაგვირეკოთ თუ გექნებათ კითხვა თემასთან დაკავშირებით, ან ეგებ თქვენი მოსაზრების და გამოცდილების გაზიარება გსურდეთ, ამაში ჩვენი ხმის რეჟისორი ინგა გურგენაძე დაგეხმარებათ. მედიატორს უსმენთ საზოგადოებრივი რადიოს რადიო 1-ის ეთერში ტალღაზე FM 102-სა და 4-ზე. ჩვენი მოსმენა და ხილვად შეგიძლიათ ასევე ინტერნეტ საიტზე radio 1.g. გადაცემას სტუმრობს ფსიქოლოგი ნათია ცერცვაძე. გაცრავად გადაცემის მხარდამჭერია საქართველოს ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია. ნათია, უпроსები ხშირად ესე ვთქვათ, გაურკვევლობაში და უხერხულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ იმის გამო, რომ მათ საჩუქარი აქვთ შესარჩევი ერთი ბავშვისთვის, მაგრამ ოჯახში ამავდროულად არიან სხვა ბავშვებიც, ხო? აი ასეთ დროს რა უნდა ვიცოდეთ, რა უნდა გავითვალისწინოთ? ამ კითხვაზე მინდა თქვენი პასუხი, მანამდე მსმენელი რეკავს, მოусმინოთ მის მოსაზრებას. მოგესალმებით. მოგესალმებით, ქალბატონებო. აი რა მაინტერესებს, ერთად მაგალითად მე ჩემ ბავშვებს ჩუქნიდი ხოლმე პირველ რიგში ციგნებს. დიახ. მაშინ აგრეთვე კიდე მაგალითად ჭადრაკი და მიჩუქნა კიდე მაგალითად მაგიდის ხოლმე და ესეც სათამაშოები, რომთაც ერთობოდა ბავშვთა თან კიდე ანვითარებდა მას გონებას და ახლა კიდე შეიცვალა საჩუქრების ნუსხა და აი როგორი სათამაშოები აჩუქონ, რა საჩუქრები აჩუქონ. არის ციგნების სხვადასხვა ზოგი მოლაპარაკებს, ზოგი უარყოფითად მოგდენ მათ ციგნებს, აი ეს ციგნებს უარყოფითად პასე და აი ამაზე გავამახვილოთ თორემ კონკრეტულად რა შეიძლება ვაჩუქოთ ბავშვს ციგნებიდან და სათამაშოებიდან. ეს უფრო მისაღები იქნება მშობლებისათვის. დიდი მადლობა. თუ კი მოგვისმენთ, აუცილებლად შევეცდებით ამ კითხვაზე უფრო კონკრეტული პასუხი გაგცეთ. მანამდე მოდი რამდენიმე ბავშვთან დაკავშირებულ უხერხულობაზე ვილაპარაკოთ. ხო? თქვათ, გასაგებია ხო, როდესაც სიტუაციიდან გამომდინარე საჩუქარი ეკუთვნის ერთ ბავშვს და ოჯახში ამ დროს სხვა ბავშვებიც არიან, შესაძლოა იმ სხვა ბავშვებს დარჩეთ რაღაც უკმარისობის გრძნობა ან შეშურდეთ რაღაც. აი ესეთ დროს როგორ მოიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ? ძალიან საინტერესოა და ხშირად ხდება ნამდვილად ასე. მე ვფიქრობ, რომ როდესაც მრავალშვილიანი ოჯახია, ასე ვთქვათ, აი სწორედ ეს ორი მთავარი დღესასწაული, რაც აღვნიშნე, დაბადების დღე და მშობა ახალი წელი, მშობა ახალ წელს ყველას ერგება საჩუქარი, ხოლო დაბადების დღეს მხოლოდ ერთს. მე ვფიქრობ, რომ უნდა შეძლო მშობლებმა
პატარა ასაკიდან აი ამის განვითარება, რომ როდესაც ეს არის მისი დღე, მას მოუვა საჩუქრები არა მხოლოდ მშობლებისგან, არამედ ბევრი სხვა კიდევ ადამიანისგან, ხო? შესაბამისად, მათაც აქვთ ეს დაბადების დღე და თვითონაც მიიღებენ ამ საჩუქრებს. შეიძლება იყოს წყენა, რაღაცა, მაგრამ უსიამოვნო გრძნობა და განცდა რა თქმა უნდა, მაგრამ ამის სწორად ახსნა უნდა იყოს, რადგან არის შემთხვევები, მე პირადად მქონია, რომ უთქვამთ, რომ აი იცით, ერთს ჩუქნით და ვამბობთ, რომ ეს ორივესია. კი ბატონო, ესეც შეიძლება, თუმცა ამ დროს შემდეგ ხშირად ხდება კონფლიქტი ამ ბავშვებს შორის. და თანაც გაურკვევლობა, რომ თუ კი მე მაჩუქეს დაბადების დღეზე მისი რატოა და როდესაც მე მინდა რომ ამ ნივთით ვისარგებლო, ის რატო თამაშობს. სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, დედმამიშვილებში უნდა იყოს ის, რომ მათ შეუძლიათ საერთო სათამაშოები აქვთ და შეუძლიათ ამ სათამაშოებით ისარგებლონ, თუმცა ის რომ ეს არის მისი კუთვნილება და როცა მან უნდა აიღოს ეს სათამაშო და ითამაშოს, ვფიქრობ, რომ უნდა კონდეს ბავშვს ამის განცდა. ხოლო როგორც მოგახსენეთ, როდესაც უცხოები მოდიან, ისინი ხო ვერ მოუტანენ ყველა, მაგალითად 5 ბავშვი ოჯახში, 5-ვეს ხო ვერ მოუტანენ საჩუქარს, როდესაც ერთის დაბადების დღეა. და როდესაც ხდება ყოველდღიური, თუ კი ვინმეს აქვს ესეთი ტრადიცია, რომ ყოველთვის როდესაც სახლიდან ბრუნდება, უნდა მიუტანოს საჩუქარი ან ყოველ პარასკევს ან ყოველ კვირას უნდა დააჯილდოვოს, რა თქმა უნდა მოხდეს გათვალისწინება იმის, რომ არ ჯილდოვდება ერთი ბავშვი, ჯილდოვდება ყველა ერთნაირად და ეს არ უნდა იყოს ძალიან ძვირფასი საჩუქრები, შეიძლება იყოს ტკბილეული, რაღაცა სათამაშო ფაზლები და ასე შემდეგ, რათაც ერთად შეძლებენ, აი თუნდაც ამ ფაზლების აწყობას, დაეხმარებიან ერთმანეთს და ერთად მიიღებენ ამაში მონაწილეობას. აქვე კითხავთ ტყუპებთან დაკავშირებით, ხო? საზოგადოებაში ის მიღებულია, თუმცა კი სპეციალისტების ნაწილი მაინც ყოველ შემთხვევაში რამდენადაც ჩემთვის ცნობილი ამ თქვათ მიდგომას ეწინააღმდეგება, მიღებულია საზოგადოებაში, რომ ტყუპებს ერთნაირ ნივთებს ჩუქნიან. ტანსაცმელსაც კი მათ შორის, ხო? აი ტყუპების შემთხვევაში როგორ მოიქცეთ? ეს პირადად ჩემი მოსაზრება არის, რომ ისინი მიუხედავად იმისა, რომ ერთდროულად დაიბადნენ და არიან ტყუპები, მაინც უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ ორივე არის პიროვნება და ორივე არის ინდივიდუალური. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება ერთნაირი გემოვნება ჰქონდეთ და წყინდეთ ის, რომ განსხვავებული საჩუქრები აქვთ, უნდა იქნას მშობლის მხრიდან გათვალისწინებული ის, რომ აღვიქვათ ისინი როგორც არაერთი მთლიანი, არამედ ორი განსხვავებული ინდივიდი. მიუხედავად იმისა, როგორ ძალიან გვანენ ისინი ფიზიკურად ერთმანეთს და თქვათ ხასიათიც ერთნაირი აქვთ. კი ბატონო, ხშირად ერთნაირი ტანისამოსი აცვიათ, ერთნაირი საჩუქრებს ჩუქნიან, თუმცა ვფიქრობ, რომ აქ მაინც უნდა მოხდეს ერთგვარი გამიჯვნა. შეიძლება მაგალითად საჩუქარი იყოს ერთი შინაარსის მქონე, მაგალითად ორი ცალი მანქანა, თუმცა განსხვავებული. აქ შეიძლება წამოვიდეს წინააღმდეგობა, რომ მე მისი უფრო მომწონს და რაც ხშირია ბავშვებში, ამაზე ყურადღების ძალიან გამახვილება, ვფიქრობ, რომ არ არის სწორი. კეთილი, მე კონკრეტულად მსმენელის მიერ დასმულ შეკითხვას არ გავიმეორებ, უბრალოდ ვფიქრობ, ჩვენი საუბრიდან ის მიიღებს ამ შეკითხვებზე პასუხსაც. არსებობს ესეთი კატეგორია საჩუქრები, სასარგებლო და უსარგებლო საჩუქრები, ხო? ის რაც ჩვენი უფროსების მოსაზრებით არის სასარგებლო, შესაძლოა ბავშვმა ჩათვალოს უსარგებლოდ, ხო? აი რატომ არ უყვართ ბავშვებს ეს უსარგებლო საჩუქრები? დიახ. რადგან მათ არ უყვართ, რადგან არ იციან რეალურად მათი დანიშნულება და ფუნქცია. მაგალითად, ხშირად მე თვითონაც ჭადრაკი, წიგნი თუნდაც, რომელიც არ უყვართ ბავშვებს და ვერ ხვდებიან რაში უნდა გამოიყენონ ეს წიგნი. ამ დროს ძალიან დიდი როლი აქვს მშობელს და საერთოდ იმ სისტემას, რაც ოჯახში ტრიალებს. იქ თუ კი არის ყურადღება מחულდება იმაზე, რომ ბავშვი უნდა იყოს მაგალითად განათლებული, მან უნდა იცოდეს ზღაპრები, მას ეყვარება წიგნის მიღება, მას ეყვარება ჭადრაკი, რა თქმა უნდა და ასეთი განმავითარებელი თამაშების ამ საჩუქრების მიღება, მაგრამ თუ კი მშობელი არ აქცევს ამას ყურადღებას და ის საღამოობით არ უკითხავს ბავშვს ზღაპრებს და ზოგადად აი ამ მნიშვნელობას არ ანიჭებს, რა თქმა უნდა ბავშვისთვისაც იქნება
იქნება უსარგებლო. ამიტომ ნამდვილად გასათვალისწინებელია, როდესაც სხვის ოჯახში მიგვაქვს საჩუქარი ბავშვთან, რა ღირებულებათა სისტემა აქვს ალბათ ამ ოჯახს. თუ კი გვინდა რომ ბავშვი გავახაროთ, ალბათ იმას რომ წიგნი მიუტანოს ვიღაცამ, შეიძლება ჩათვალოს რომ მანქანით უფრო ითამაშოს. თუმცა მე ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად მოხდეს ამ ყველაფრის ბავშვისთვის მიწოდება და ის რომ ჭადრაკი რამდენად მნიშვნელოვანია ან წიგნის ზღაპრის წაკითხვა და ასე შემდეგ, აი ეს ფაზლები, პლასტელინები თუნდაც როცა შეუძლია რომ თვითონ დაკავდეს, რაღაცა მნიშვნელოვანი გააკეთოს. თუმცა რაღაცა ეტაპზე რა თქმა უნდა სათამაშოებით ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ფანტაზიის უნარი უვითარდებათ. თოჯინები, იქნება ეს თუ სხვადასხვა პერსონაჟები მულტფილმის თუ ფილმის დადებითი კიდევ ერთხელ ვიმეორებ. რაღაცა პერიოდის განმავლობაში შესაძლოა ამ ბავშვებმა საერთოდ არის თქვენ ამ სათამაშოს გამოყენებაზე, ხო? ამ დროს მშობელი უნდა შეეცადოს, რომ აი ამ თოჯინის თუ კი ის ფიქრობს, რომ ან ყველაფერი ამოწურა და აღარ უნდა რომ ითამაშოს, სხვა კუთხით, აი სხვა იმით დანახვა, რომ მოდი ახლა დავვარცხნოთ ან სტუმრად წავიყვანოთ, გავასწრებთ. ფანტაზია რომ განუვითარდეს ბავშვს. ამისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სათამაშოები ბავშვისთვის. კეთილი, თქვენ გაყვით ახსენეთ სხვისი ახლობლის შვილისთვის საჩუქრის შეძენის სირთულე, ასე ვთქვათ, ხო? რატომ არის გარდა იმისა, რომ ვთქვათ, ჩვენ ნაკლებად ვიცნობთ იმ ბავშვს, ვისთვისაც საჩუქარს ვიდულობთ, მნიშვნელოვანი, უბრალოდ უფრო რთული ახლობლის ბავშვისთვის საჩუქრის შერჩევა და რა უნდა გავითვალისწინოთ, თქვათ, როდესაც ახლობლის ბავშვისთვის ვეძებთ საჩუქარს. აღვნიშნე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უნდა გავითვალისწინოთ ის თუ საერთოდ როგორი სისტემა არის ამ ოჯახში. რა საქმე? მაპატიეთ, უფრო ასე ვთქვათ, კონკრეტულად. უნდა ვთქვათ, მოდი ასე დავარქმევ, ავიღოთ თუ არა ნებართვა ჩვენი ახლობლისგან რაღაც კონკრეტული საჩუქრის ჩუქებას. მე ვფიქრობ, რომ როდესაც ეს არის ძალიან ძვირად ღირებული საჩუქარი, უნდა ავიღოთ ნებართვა, იმიტომ რომ მათ თუ კი 5 წლის ბავშვს და ყოფილა ასეთი შემთხვევები ჩუქნიან ძალიან ძვირად ღირებულან ტელეფონს ან კომპიუტერს, არა ოჯახის წევრი, არამედ სხვა, ამასთან დაკავშირებით ცალსახად მიმაჩნია, რომ მათ უნდა აიღონ ნებართვა ოჯახისგან. თუმცა ის სათამაშო, საჩუქარი, წიგნი და ასე შემდეგ რა იქნება, ამას ნებართვა არ ჭირდება, იმიტომ რომ ეს არის ბავშვისთვის განკუთვნილი და მას ზიანს არ მოუტანს, ასე ვთქვათ და თუნდაც არ ხდება ეს ჩვენს რეალობაში. კიდევ უფრო დავაკონკრეტებ. მაგალითად, ჩვენ გვყავს ახლობელი, რომლის შვილსაც ძალიან უნდა სულით და გულით უნდა, რომ შინაური ცხოველი ყავდეს. მაგრამ ისი ოჯახის უფროსი წევრებისგან კატეგორიულ წინააღმდეგობას აწყდება. და ჩვენ შეგვიძლია თუ არა ამ დროს თქვათ ჩვენ ავუსრულოთ ნატრამას და ვაჩუქოთ შინაური ცხოველი. არა. ნამდვილად არა და იმიტომ რომ თუ კი ოჯახი არის წინააღმდეგი, მათ ექნებათ გარკვეული არგუმენტები ბავშვთან, თუ რატომ არ სურთ ოჯახის წევრად, ასე ვთქვათ, შინაური ცხოველი ყავდეთ. მათ აქვს კონკრეტული პასუხი ბავშვის შეკითხვაზე. რა თქმა უნდა, უმჯობესია რომ გქონდეთ და არა უბრალოდ არა. უნდა იქნეს ახსნილი, რატომ არა. და ამ დროს, როდესაც სხვა, ახლობელი ოჯახის უკეთებს ამ საჩუქარს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აგდებს როგორც ოჯახს, ასევე ბავშვს, იმიტომ რომ მას აკრძალული ქონდა ეს, მან ითხოვა და არ მიიღო ნამდვილად ეს საჩუქარი, იმიტომ რომ იცოდა რატო არ იღებულობდა, თუმცა ამ დროს ვიღაცა სხვა, ძალიან ახლობელი თუნდაც დეიდა, მამი და ბიძა და ასე შემდეგ, უსრულებს, ამით წინააღმდეგ მიდის მშობლების და მათ ავტორიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. შემდეგ რა უნდა უყონ ამ ცხოველს, დაიტოვონ, თუ კი უნდა დაიტოვონ, მაშინ მანამდე რატო არ აძლევდნენ ბავშვს უფლებას რომ ყოლოდა. ძალიან ბევრ უსიამოვნო იმას იწვევს ასეთი ქმედება და ვფიქრობ ძალიან საფრთხილოა და აუცილებლად უნდა იქნეს ნებართვა ამასთან დაკავშირებით აღებული. კეთილი, კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, თემა მაინტერესებს. საჩუქრის შერჩევისას მიღებულია, რომ გავითვალისწინოთ ბავშვის სქესი. დიახ.
და როდესაც თქვათ არჩევთ საჩუქარს გოგონასთვის, თუ კი სათამაშოს ყიდულობთ მისთვის, უფრო ხშირად ყიდულობთ ხოლმე გოგონას შესაფერის საჩუქარს და ბიჭისთვის ბიჭის შესაფერის საჩუქარს. რამდენად სწორად მიგაჩნიათ თქვენ ეს და თქვათ ხომ არ აჯობებს იმისათვის რომ ნაკლები ასე ვთქვათ წინააღმდეგობა გამოიწვიოს სქესებს შორის შემდგომში რომ რაღაც უნივერსალურით დავასაჩუქროთ ხოლმე ბავშვს. ნუ საერთოდ შეიძლება იყოს ასეთი უნივერსალური საჩუქარი. საერთოდ კი ბატონო ხშირად არის და კი არა და სულ ასია მით უმეტეს ჩვენთან ჩვენ საზოგადოებაში ერთი მხრივ ეს არ არის ცუდი იმიტომ რომ გოგონას როდესაც ის არის პატარა ასაკში ის ახდენს იდენტიფიცირება საკუთარ სქესთან. ის უვლის ამ თოჯინას და აკეთებს აცმევს ასე ვთქვათ მაკიაჟს უკეთებს შეიძლება ხო? ანუ მისი როლი ან შეიძლება როგორც შვილი ისე ყავს, ანუ თავის როლს იმაშვება, ანუ როგორც გოგოს და იდენტიფიცირებას ახდენს საკუთარ როლთან, ასევე ბიჭის შემთხვევაშიც. თუმცა მე მაგალითად გეთანხმებით იმაზე, რომ უმჯობესია ეს იყოს რაღაცა უნივერსალური, მაგალითად ისევ ავიღოთ განმავითარებელი სათამაშოები, ფაზლები, პლასტილინები, რითიც შეუძლიათ რაღაცა გააკეთონ, ჭადრაკი როგორც მოგვახსენეთ. დიახ, კონსტრუქტორი შესანიშნავი აქვს. ამ დროს როგორც შეიძლება სახლი აშენოს და უყვართ სხვათა შორის გოგონებსაც უყვართ ეს კონსტრუქტორები და ნუ თავისთავად ბიჭებსაც და ნუ არ უნდა მოხდე, რა თქმა უნდა იყოს იდენტიფიცირება უნდა ხდებოდეს თავის სქესთან, მაგრამ არ უნდა იყოს ძალიან ესეთი დიახ, რადგან მე მქონდა შემთხვევა რომ 10 წლის ბიჭი არ ხმარობს საერთოდ ვარდისფერ ფერს ხატვის დროს, იმიტომ რომ მიაჩნევს გოგოს ფერია და ეს ასე ვთქვათ არ არის სწორი, უნდა ის თუ კი ბიჭმა ჩაიცვა ვარდისფერი მაისური არ ნიშნავს იმას რომ რაღაცა პრობლემაა მაგალითად ხო და ამაზე არ უნდა მოხდეს ძალიან ისეთი აპელირება და უარყოფითად მიწოდება ბავშვისთვის. კეთილი და კიდევ ერთი ძალიან მოკლედ თუ შესაძლებელია რომ მიპასუხოთ თუ შეიძლება თქვათ რომ აი პატარა ბავშვისთვის ვიდრე ის თქვათ სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის უფრო მარტივია საჩუქრის შერჩევა ვიდრე მოზარდისთვის. ამის თქმა ასე ცალსახად არ შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ ვინაიდან ეს სკოლამდელი ასაკის ბავშვი ჯერ ისევ ჩამოყალიბების პროცესშია და მას სწორედ აი ამ პერიოდში უყალიბდება ეს ყველაფერი, ხო ეს მისი ღირებულებათა სისტემა, უფრო მარტივად შეიძლება ჩავთვალოთ, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია, მშობელს შეუძლია სწორად წარმართოს, ასე ვთქვათ და ის რომ მას განმავითარებელი, ვთქვათ, საჩუქრებით დააჯილდოვოს და არ გამახვილოს ყურადღება ძვირადღირებულ და მატერიალურ საგნებზე და უფრო ემოციურ და ასე შემდეგ საჩუქარი მისცეს ბავშვს ამ ხრივ შეიძლება ჩავთვალოთ რომ უფრო მარტივია ვინაიდან თუ კი სკოლის ასაკის და მოზარდისთვის აქამდე არ გაუკეთებიათ ეს და ეს არ გაუმახვილებიათ ასე ვთქვათ ყურადღება ამაზე შემდეგ უფრო რთული ხდება იმიტომ რომ ის უფრო და უფრო წლებთან ერთად ხოვლობს უფრო ძვირადღირებულ და ძვირფას საჩუქარს და ამაზე მშობელი ასე ვთქვათ ცდილობს რომ იყიდოს ბავშვი ძალიან ცუდი ის არის მაგრამ ახსენდება ფილმი სათამაშო სადაც აი სწორედ აი კარგად არის დანახული როგორც ცდილობს მამა იყიდოს საკუთარი შვილი აი ამ ძვირადღირებული საჩუქრებით ხო და ამ ბავშვს რეალურად ჭირდება მამა და ურთიერთობა კეთილი და კიდევ ძალიან მოკლედ თუ შეიძლება მიპასუხეთ აი ერთობლივ საჩუქარზე რა სიტყვით ხომ არ არის უმჯობესი ნაცვლად იმისა რომ ოჯახის ყველა წევრმა რაღაც განსაკუთრებული საჩუქარი იყიდოს ბავშვისთვის ოჯახის ყველა წევრმა ერთი საჩუქარი აჩუქოს ბავშვს და ამით ერთგვარად ხაზი გაუსვას იმას რომ ისინი ერთნი არიან ოჯახში. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი აზრიც არის, თუმცა ბავშვს უხარია, რაც უფრო მეტი საჩუქარია, მით მეტად გახარებულია, ასე ვთქვათ. უკიდონ ბევრი, მაგრამ ერთად. დიახ და ამაში იქნეს ხაზგასმა, რომ აი ჩვენ ერთად შევარჩიეთ, ჩვენ ერთად დრო დავხარჯეთ იმისთვის, რომ შენ გაგვეხარებინე. აქ ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ისიც არის, შეტყობინება, რომ ჩვენ შენზე ვფიქრობ, ჩვენ შენზე ვზრუნავ და აი ესე ერთობლივად
ნამდვილად შევარჩიეთ ესა და ეს და რა თქმა უნდა ეს ძალიან სასარგებლო იქნება ბავშვისთვის. კეთილი გადაცემის დრო ამოიწურა. შეგახსენებთ, რომ მედიატორს უსმენდით, რომელიც საქართველოს ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის მხარდაჭერით მზადდება. გადაცემის წამყვანი მაია მაცხონაშვილი ვარ. დღევანდელ გადაცემას სტუმრობდა ფსიქოლოგი ინათი აცერცვაძე. იმედი მაქვს, თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო მცირეოდენი ინფორმაცია მაინც მიიღეთ და წარმატებას გისურვებთ თქვენი ან თქვენი ახლობლების შვილებისათვის საჩუქრის შერჩევაში. ხმის რეჟისორი ინგა გურგენაძე და მედიატორი გემშვიდობებათ მომავალ პარასკევამდე. საზოგადოებრივი რადიო 1 და საქართველოს ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია წარმოგიდგენთ. მაია მაცხონაშვილის გადაცემას მედიატორი.